ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დღეს ზუგდიდში. მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, მას დღეს დაახლოებით 16 საათზე თავს დაესხა სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის კოორდინატორის დავით კოდუას მამა. კახა მიქაია ამბობს, რომ ოთარ კოდუა სიტყვიერიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა და ავტომანქანიდან გადმოღებული ნაჯახით მისთვის დაზიანებების მიყენებას სცადა. მიქაიამ დახმარებისთვის მეგობრებთან დარეკა. მომხდარს ყავს თვითმხილველებიც. კოდუას შვილმა, რომელიც არის გუბერნიაში რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის კოორდინატორი, დადო ფოტო ემა გოგოხიასთან. ჩემმა მეგობარმა დათო სორდიამ გააკეთა კომენტარი. მე სხვებმაც გააკეთეს კომენტარი. ცოტა ხანში მირეკავს ამ კოდუას მამა ოთარ კოდუა და მემუქრება ტელეფონით მეც და დათო სორდიასაც. მე საკადრისი პასუხი გავეცი, მომხდარი თბილისში ვარ, რომ ჩამოვალ ზუგდიდში ვილაპარაკო. დღეს აქ ისინი მივარდებიან მანქანაში, თხოვენ პასუხს და მე როდესაც ვეუბნები მათ, რომ გავარჩიოთ ბიჭებო, რატომ მეჭყუბებით მე და რაშია საქმე, ისინი მოდიან აგრესიაზე. ხმაური იყო, მე გამოვედი და აუზაური იყო, ჩოჩქოლი, ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და ნუ არ ვიცი ვინ იყვნენ. მე ერთ-ერთმა ნაჯახი გამოიტანა და მე შესაბამისად შემეშინდა და მე არ ვიცი. აღნიშნული ინციდენტის მიზეზებზე საუბრობს საქართველოს ფოსტის სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი. დავით სორდიას განმარტებით, აღნიშნული დაიცავი საქართველოს პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. მიმართავ კოდუას პირველ რიგში, დავით კოდუას. ამამისი რო დარბის ნაჯახით და ცულით კახასთან, მოვიდეს თვითონ პირადად ჩემთან და მე გავცემ პასუხს. ეს ის ხალხია, რომლებიც 2012 წელს ეგრეთ წოდებული რეზერვის საფარქვეშ ქმნიდა ახალაიას უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. დღეს ესენი ვითომ ოცნების წევრები არიან, დღეს არიან შონიას აპარატში მოკალათებულები, თავში აუვარდათ სკამებიც და თანამდებობებიც და გახდნენ მაშინაც იყვნენ ნაცზონდერები, დღეს გახდნენ შონიას ზონდერები. ჩვენ სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის კოორდინატორს დავით კოდუას დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.